მე 87 წინა ქუჩა, მე არც ერთი ის არ გამომიწევს საქართველოში. რა ვიცი ეს ხალხი ყველამ თუ იცის ეს რაღა მიშაყავდა შენ არის ვერაფერი არ გაქვს. სად იყავი შენო და სად ვიყავდა სულ ქუჩაში ვიდა კი 1987 წლის 27 დეკემბრიდან და სულ ქუჩაში ვდგავ. და ბოლო აქციებზეც აი ამ აქციებზეც ქუჩაში იდექი შენ სულთან ერთად. შემდეგი რომ ისიც მაშინაც თუ მომიწევს ვიდგები. რა ვქნა აბა? ხო. არასოდეს არ ვიქნები იმის მხარეს. არასოდეს ხალხო, იმიტომ რომ დარწმუნებულია რომ კარგი მოქალაქე ნიშნავს იმას, ვინც კრიტიკულად უყურებს თავის ხელისუფლებას. არაფერი ისე არ ადებილებს და აშტერებს ხელისუფლებას, როგორც ქება და მლიქვნელობა და პირიქით. სულ უნდა ვაკრიტიკო. იმიტომ მინდოდა რა 2020 წელს, აი ყველაზე მაგარი რამე მოხდებოდა, ყველაზე მაგარი შანსი ჰქონდა იმას, რა ქვია. სინამდვილეში რა ქვია. არ ვიცი, ვიყავდა მრჩეველი ბიძინა ივანიშვილს 2020-ში. ჩვენ ხო უკვე გამოვიარეთ ერთი კონკრეტული პოსტსაბჭოთა საქართველოში ერთი კონკრეტული პარტიისთვის არ შეიძლება ძალაუფლება. იმიტომ რომ აბსოლუტური ძალაუფლება ისე მოქმედებს, ადამიანები ვერ უძლებენ, ეკა ვერ უძლებენ კი, აი ამ ყველაფერს. მე ხალხი მახსოვს ოპოზიციაში იდეებისთვის რო კვდებოდნენ და მე ხელისუფლებაში მოვიდნენ იმ იდეების წინააღმდეგ იბრძოდნენ, რისთვისაც კვდებოდნენ და იბრძოდნენ. კოალიცია უნდა იყოს ხელისუფლებაში, გეთანხმები ამაში. 2020 წელს ეს უნდა დაეთმო ბიძინა ივანიშვილს და ბიძინა ივანიშვილი იქნება სამუდამო გარანტია ექნებოდა დარწმუნებულია რომ მე შენ და საქართველოს რიგითი მოქალაქეები სუმის დაცვაში მქრებოდი ამ დათმობაზე წასულიყო რომ გამხდარიყო ის რაც არ სჭირდებს ამ ქვეყანაში ჩვენ ვართ მრავალხმო უნიკალური პოლიფონის ქვეყანა ვართ ჩვენ ვართ რუსთაველის ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა და რატო ვიყო ერთ პარტიაზე დამოკიდებული რომელიც ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე ემართებათ იწყებენ მშვენივრად და მე როგორ ამთავრებენ კი ხედავდა რატო ხალხო იმის რა ქვია შვიდხმოვანი ერთი ვერ უგებს საზოგადოებას რად უნდათ ასე ძალიან შვიდხმოვანი ქვეყნის სამშობლოში რატო უნდა იყოს ერთი პარტია დაგვეშვა ეს და იყოს ურთიერთკონტროლი იყოს როგორც სიამდვილეში რასაც ნიშნავს თანამედროვე სახელმწიფო ურთიერთკონტროლს და ბალანსს და გადანაწილებას და რასაკვირველია წინ წამოთ ყველა ვარიანტში რასაკვირველია ეს ხო ძალიან მარტივი იყო ჩვენ ეს სუფუჭია ეგ აი ყველაფერი ფუჭია ისა რა ქვია სხვა შორის ყველა მცდელობა ეს ევროპა ხალხო არ ნუ გონიათ რომ ახლა მოიგონეს ხალხო მეორე საუკუნეში 1044 წელს ჩავიდა ფარსმან მეორე ჩვენი მეფე და რომში დაუდგეს ძეგლი ხალხო და მედია კოლხი 3000 წლის ამბავია ხალხო ევროპაში რომ გათხოვდა რა ქვია ჩვენი მოგონილია ევროპა ეს ამას ვერაფერი ვერ მოგწყვეტს და ვერაფერი ვერ დაგვაშორებს ჩვენი მოგონილია ეს ღირებულებები ახლა კი არ შემოგტენეს ეს ევროპელებმა რისი გეშინიათ ხალხო არაფერი იმ რა ქვია საშიში არ არის და ესე მარტივად როგორ მომოაწეს რუსული პროპაგანდაა ხალხო რომ ჩვენ კი საშინელი ხალხი ვართ დაგიფყარით დაგარბიეთ 200 წელი ხოცავდით მაგრამ ევროპაც ხო ცუდია ეს ამას როგორ უნდა მოვატო ევროპა და ჩვენ დასავლეთის გარდა ეხლა მეკავშირე არავინ არ ყავს ხალხო ეს არის მარტივი მოგვადგებოდა ერთი დიდი იმპერია ეხლა სულ მეუნებიან ხოლმე რუსეთი დამპყრობელია რა ის არ არის რა ქვია თურქეთი ხალხო მარტივ რამეს სულ მარტივია ოსმალეთის იმპერია დიახ იყო დამპყრობელი დიახ ბრძოლები ჰქონდა დიახ ბევრი უბედურება 1923 წლის მერე რაც გახდა შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკა არც ერთ თურქ ჯარისკაცს არც ერთი ქართველი ჯარისკაცი არ მოუკლავს. არც ერთი ხელშეკრულება არ დაურღვევია თურქეთის რესპუბლიკას საქართველოსთან დადებულ და რუსეთმა ერთ საუკუნეში ორჯერ დაარღვია 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და მე უკვე 91 წლის აღდგენის შემდეგ თვითონ როხსნო საქართველოს ის საზღვრები დაგვირგვია და ახალაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 21% წარსულში და ახლა წარსულში რამდენია დარღვეული კიდე მაგას არ ჩამოვთვლი. დამპყრობელი არის რუსეთი, დაგვიყვებს ამერიკას ვებრძოლოთ, დაგვიყვებს იაპონია, ვებრძოლოთ იაპონიას. რა არის გაუგებარი? რა არის ეს ხო მარტივია? რა არის დამპყრობელი არის ყველა ცუდი. მორჩა. რა თუნდა ამას ახლა ბევრი ლაპარაკი. ეხლა დამპყრობელი არის რუსეთი. მორჩა დეოკუპაცია ნიშნავს ამისგან გათავისუფლებას და მიშა იქნება თუ ვინც იქნება რომ არავის ეჭვი არ შეეპყროს იბრძოლეთ დეოკუპაციისთვის და მორჩა და რუსეთის წინა და არ გქონდეთ ილუზიები რომ კარგად მოიქცევით იმას რუსეთს არ გავაღიზიანებთ და ის არ დაგვბობს ყველა ვარიანტში დაგვბობს ასეც მოიქცევით ისე მოიქცეთ მაინც უნდა დაგვბობს და ბარემ კარგად მოიქცეთ სწორად მოვიქცეთ. ომი, ხო და კიდე დამოვიშდა ომი. ეს ომის სადი ჯერესერთი ომი გინდათ, მაგას ყველა გეუნებათ რომ არ გინდათ ომი. 2008-შიც მაგას გეუნებოდა დასავლეთ რომ ოღონდ ომი არ გინდათ. ოღონდ არ უნდა. მეორეც თუ ოპოზიციას ომი უნდა, ის სახელმწიფო და ის ქვეყანა ხო ვერ იომებს ხელისუფლების გარეშე. თუ ხელისუფლებას არ უნდა ომი არ იქნება ხალხო. ლოგიკა სად არის? რა არის ლოგიკა? რას მატყუებთ? დავიღალეთ ამ წამწყვილებში. თქვი რაღაც სიმართლე მირჩევია ყოველთვის. მითხარი ხალხი ისკენ ვარ, იქ და მე ჩესკენ ვარ.